Georgian Airways-ში საწვავის ფასის ზრდით განპირობებულ პრობლემებზე საუბრობენ. კომპანიაში ამბობენ, რომ მაქსიმალურად მუშაობენ საწვავის ეკონომიისთვის, თუმცა ამის მიუხედავად რეისების ნაწილის გაუქმება მაინც უწევთ. მათივე ცნობით, ევროპის საჰაერო სივრცის გადატვირთვის მიზეზით ევროკონტროლის მიერ ხდება რეისების შეფერხება დაახლოებით 30 წუთიდან 2 საათამდე პერიოდში, რაც ხარჯებს კიდევ უფრო ზრდის. ევროპის საჰაერო სივრცის ვითომ და გადატვირთვის გამო ევროკონტროლის მიერ ხდება შეყოვნებები რეისის 30 წუთიდან დაახლოებით 2 საათზე ან მეტი დროით. რაც სრული აბსურდია, რადგანაც ეხლა არ არის აქტიური სეზონი ავიაციისთვის, არის მაისი მოგეხსენებათ და შესაბამისად ფიზიკურად ვერ იქნება საჰაერო სივრცე გადატვირთული. თან ამას წერთვის სხვა ავიაკომპანიების, მრავალი ავიაკომპანიების რეისების გაუქმებაც, როგორებიც არიან თუნდაც თურქიში, ბრიტიში ან KLM-ი ან Lufthansa დიდი ავიაკომპანიების მიერ და საჰაერო სივრცის ფიზიკურად გადატვირთვა წარმოუდგენელია. აუხსნი რას ნიშნავს ასევე რეისის შეყოვნება ავიაკომპანიისთვის. ეს არის სიტუაცია, როდესაც თვითმფრინავი მზად არის გასაფრენად, მგზავრები ბორტზე იმყოფებიან, მათი კომფორტისთვის კი საჭიროა გაგრილება და კონდიციონირება და გათბობა. რაც დამატებითი ძრავის მოხმარებას მოითხოვს და შესაბამისად ეს დამატებითი ძრავი მოიხმარს საკმაოდ დიდ რაოდენობას საწვავს. რაც ისევ და ისევ ამ სიტუაციაში მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით, რაც განპირობებულია საწვავის ფასის გაზრდასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მეტად ამძიმებს და უფრო მეტად ზრდის ოპერაციულ ხარჯებს.